ჯანდაცვის ექსპერტები უკვე საჯარადო დანაშაულებენ ხელისუფლებას პანდემიის არაეფექტურად მართვაში და საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის გაფართოებას და მის დეპოლიტიზირებას მოითხოვენ. იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა კოლაფსშია, ფორმულას მიერ გადაღებული კადრებიც მოწმობს ადამიანური რესურსის პრობლემას უკვე პროგრამული ხარვეზები დაემატა. როგორც ჩანს, ვირუსის გავრცელებიდან მხოლოდ მეათე თვეს დასჭირდა პრემიერს იმ ეპიდემიოლოგების დახმარება, რომლებიც ხელისუფლებას ეპიდემიის მართვას უწუნებენ. კონსულტაცია დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა შეზღუდვების გაფართოება დააანონსეს. უფლებას არ გვეცლებენო. რატო არ ვიცი, ტესტირების უფლებას. პროგრამა არ გვეშებსა, თვითონ იკეტებაო და ჭედავს. ბოლო ერთი კვირაა სამედიცინო დაწესებულება მედკაპიტალში კორონავირუსზე ტესტირების მსურველებს უარით ისტუმრებენ. მიზეზი პროგრამის გაუმართაობაა. თუ აქამდე პროგრამა ხარვეზებით მუშაობდა, დღეს ის საერთოდ გაითიშა და ექიმებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. კლინიკაში განგვიმარტეს, რომ ტესტები აქვთ, თუმცა ხელოვნურად პროგრამის გათიშვით მათი ჩატარების შესაძლებლობას ზღუდავენ. დღეს ვიყავი მასალის 9 საათი არ იყო ისი და უკვე 92 ვიყავი და კიდე ემატება და არ ვიცი, რა ვიცი, მეორე დღე არ დაუცხრებლად უნდა გავიკეთო სიცხეები, მაგრამ ლიმიტი არ მიშვებს ავერსის კლინიკა, რომ გავაფორმა პაციენტი. აი ეს ხვალწერ რიქს, რომ მე თუ ჩაირთვება პროგრამა დაუკავშირდები, მოვიდნენ და გაიკეთო. COVID პაციენტების მიმღები კლინიკები ინფიცირებულების გაზრდილ ნაკადს ვეღარ უბრალდებიან. მდგომარეობა, რომ საგანგაშოა, ამას ისიც მოწმობს, რომ მთავრობა დაჩქარებული წესით 3.200.000 ლარის ჟანგბადის გენერატორებს ყიდულობს. შესაბამისი მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე დღეს აიტვირთა. განცხადებიდან ირკვევა, რომ ინფიცირებულების ზრდამ სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტი გამოიწვია. დღეს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება. ჯანდაცვის ექსპერტთა 15-კაციანი ჯგუფი მთავრობას პანდემიის არასწორ მართვაში ადანაშაულებს. მათ საგანგებო ბრიფინგზე მთავრობას რეკომენდაციებით მიმართეს. სიაგრძელია, თუმცა მთავარი მოთხოვნა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის გაფართოებასა და ახალი ეროვნული პლატფორმის შექმნას უკავშირდება. ნაწილობრივ ის დრამატული სიტუაცია შეიძლება ითქვას განპირობებული ასევე პოლიტიკური პროცესებითაც. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადავიდეს აპოლიტიკურ სფეროში. ხედავთ სისტემის კოლაფს, დროულად ვერ პასუხობს, ვერ მიდის სასწრაფო დახმარება, გადატვირთულია სამედიცინო დაწესებულებები, ნაკლებობაა უკვე ექიმები, სამედიცინო რესურსის. ზუსტად უნდა იცოდეს მაგალითად სასწრაფოს ექიმა, რომელ საავადმყოფოში უნდა წაიყვანოს და სად არის თავისუფალი ადგილი. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის საავადმყოფოში მოხვედრა არ იყოს იმაზე, ვის ყავს პატრონი და ვის არ ყავს პატრონი. ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფს პოლიტიკოსები შეუერთდნენ. ისინი ხელისუფლებას პანდემიის არასწორ მართვაში ადანაშაულებენ და საკოორდინაციო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს მოითხოვენ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმ წირი რესურსების სწორად გამოყენება, რომ აქ არ იყოს ტყვილი ხარჯვა, ან არ იყოს აქ საგანგებოდ აღნიშნეთ ხარჯვა გამორჩენის მიზნით. ეპიდემიის მართვა არ შეიძლება იყოს დაკავშირებული რომელიმე ერთი ვიწრო პარტიული ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებთან, რადგან სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში არის სწორედ პოლიტიკურ დღის წესრიგს დაქვემდებარებული. მნიშვნელოვანი ეს არის პაციენტთა ნაკადების მართვა, რომ ადგილი არ ქონდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი თავისუფალი საწოლის ძიებაში ქალაქიდან ქალაქში გადავყავს პაციენტები და გზაში გვეღუპება. ჯანდაცვის ექსპერტების საგანგებო მიმართვის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ ეპიდემიოლოგებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დაიბარა ისინიც, რომლებიც ხელისუფლებას პანდემიის არაეფექტური მართვის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ. გაირკვა, რომ მთავრობა ეგრეთ წოდებულ წერტილოვან შეზღუდვებს გეგმავს, თუმცა სრულ ლოკდაუნს არ აპირებს. ჩვენ არ შეგვიძლია ვეღართ ახლა რომ მთლიან ლოკდაუნზე ქვეყანა ამის ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა თანხმდებით. გზებია გამოსანახი, როგორ უნდა მოხდეს ამის ოპტიმიზაცია, რომ საწოლები რეალურად შენარჩუნებული იყოს იმ ხალხისთვის, ვისაც ნამდვილად ჭირდება. იმიტომ რომ თქვათ მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ COVID-ის დიაგნოზი ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს საავადმყოფოში, ამიტომ უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია მხრივ. საუბარი იყო რასაკვირველია მობილობის შემცირებაზე, რათა ჩვენ ვირუსის გავრცელების ბუნებრივ მაჩვენებლებს ასე ვთქვათ შევეხოთ და დავარტყათ. პასუხზე მეტი კითხვა გააჩინა პროტოკოლში შეტანილმა ახალმა ცვლილებებმაც. ამ ინსტრუქციით სასწრაფო ყველასთან აღარ მივადა, მხოლოდ მათ აღმოუჩენს დახმარებას, ვინც რისკ ჯგუფშია. ამავდროულად აქვს მაღალი სიცხე და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ჩივილები.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთავრობას ამ პროტოკოლის მართვაც გაუჭირდება და ყველაზე მძიმე ტვირთი ოჯახის ექიმებზე გადავა.